ბუნებრივია ძალიან სასიხარულო იყო. თავისთავად ეს მოვლენა, რომელიც ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს დაემთხვა აღდგომის დღეს. რატომ? იმიტომ რომ ჩემი აზრით ამან იმედი დაუბრუნა ძალიან ბევრ არ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, არამედ ზოგადად ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობს დემოკრატიას, დემოკრატიულ პროცესებს და ღირებულებით პოლიტიკას. და იმას, რომ არჩევნებით შესაძლებელია ამ ცვლილებების მოტანა და სხვათა შორის ორბანი ამას ამტკიცებდა, მათ შორის იმით, რომ მან სისტემა მთლიანად შეცვალა და თავზე მოირგო, რომ რეალურად არჩევნებით ეს ამგვარი ფუნდამენტური ცვლილებების მოტანა უნგრეთშიც კი, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი სხვა პარალელიც არის, რომელზეც უკვე უამრავმა ადამიანმა ისაუბრა და ამიტომ არ ვიცი, არ განმეორდებით, თუნდაც ის, რომ კი ორბანი ნამდვილად პოზიციონირებდა როგორც პუტინის მოკავშირე, მას ტროას ხელს ეძახდნენ, როგორც თქვენ ამბობთ, რატომ? იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ბოლო სკანდალით გაირკვა, რომ მისი საგარეო მინისტრი პირდაპირ ინფორმაციას აწვდიდა ლავროვს, ამავდროულად ის მუდმივად ბლოკავდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მათ შორის უკრაინის 90 მილიარდზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის და ამ ომის მოგებისთვის, როცა ეს წინააღმდეგ და შესაბამისად რუსეთის თანამედროვე იმპერიის დამარცხებისთვის და უკრაინის და შესაბამისად ევროპის გამარჯვებისთვის. ასევე ის, რომ როგორც აღნიშნე, ორბანს საკუთარ თავზე ქონდა მორგებული სისტემა, თუმცა საკმაოდ ერთგვარად ღიმილის მომგვრელია ის, რომ შემდგომ მათ შორის აი ამ სისტემურმა ცვლილებებმა, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ განახორციელა მათ შორის საარჩევნო ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ მოგებულს პრაქტიკულად ყველაფერი მიაქვს, შემდეგ ისევ მის წინააღმდეგ იმოქმედა, იგივე გავლენებზე სასამართლო ხელისუფლებაში, სასამართლო შტოში და სხვა შორის აქედან დაიწყო ყველაზე დიდი სკანდალი მათ შორის, სადაც პიტერ მაჯარმა თავისი ყოფილი მეუღლეც კი ამ ცნობილ ჩანაწერში, რომელიც ფარული ჩანაწერი იყო, ასე ვთქვათ, ამხილა სისტემა, რომ მაშინ ხდებოდა მოსამართლეებზე ერთგვარი ზეწოლა, საქმეების. ანუ მანა ჯერ სასამართლო დაიმორჩილა, ასე ვთქვათ, მოირგო მთლიანად. ამან ძალიან გავსა მით ივანიშვილს, ხო? კი, ამიტომ ეს პარალელი ხა ბევრი საუბრობდა ამაზე, მაგრამ ბუნებრივია, რადგან თქვენ კითხოთ ამაში მდგომარეობს, რომ ვთქვათ, რა შეიძლება რა პარალელები გავავლოთ, რა მსგავსება დავინახოთ და შემდეგ რა გაკვეთილი გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან, რა თქმა უნდა, ხა ეს რეალისტურად მართლაც ასე იყო, ხო? თავად პიტერ მაჯარი იყო ფიდეშის პარტიის წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით მე პირადად გაცილებით უფრო პირდაპირ პარალელებს ვხედავ 2003 წლამდე მიხეილ სააკაშვილს და მის მოძრაობასა და პიტერ მაჯარს შორის, იმიტომ რომ მაშინაც ერთ დროს მოქალაქეთა კავშირის წევრი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, აიწია, ანუ პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა დიდწილად კორუფციასთან ბრძოლის თემაზე, ხო? და მისი მხრიდან ეს ძალიან ავთენტურად ჟღერდა, იმიტომ რომ ის არანაირად არ იყო დამძიმებული რაღაც წარსულის პოლიტიკით, სადაც ვინმე შეეძლო რაიმე კითხვის ნიშანიც კი დაესვა და ასე იყო მაჯართან მიმართებაშიც, იმიტომ რომ ის მიუხედავად იმისა, რომ ფიდეშის წევრი იყო, პრინციპში ხა შეიძლება ბიუროკრატია არ დავარქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მოწინავე და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტიკოსი და ლიდერი ნამდვილად არ ყოფილა, ის იყო სახელმწიფო სტუდენტური სესხების პროგრამის ხელმძღვანელი. და მისი ოჯახი საკმაოდ ცნობილია უნგრეთში. პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი შეიძლება იყო, მაგრამ ის პიროვნულად უნგრელებისთვის ასე ცნობილი არ იყო, თუმცა რატო გახდა ძალიან დამაჯერებელი მისი მხრიდან კორუფციაზე საუბარი, იმიტომ რომ ის თავის პირად მაგალითზე საუბრობდა, იქნებოდა ეს მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც პირადად შემსწრე იყო იმის, როგორ ხდებოდა ზეწოლა მოსამართლეებზე ხელისუფლების სასარგებლოდ და მათ შორის ფეივორიტიზმი, ანუ ერთგვარი კორუფციის ერთგვარი ფორმა, როგორ ვლინდებოდა მათ შორის, სავარაუდოდ მას ეს შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე, რომ თქვათ რაღაც გარკვეულ სტუდენტების ჯგუფს, ან კონკრეტულ სტუდენტებს ჰქონდათ მეტი პრივილეგიები, ანუ საკუთარი კონკრეტული მაგალითებით მსჯელობდა და გამოეყო მართლ გუნდს ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მას ჰქონდა მაღალი სანდოობა საზოგადოებაში, მან ზუსტად იცოდა, რასაც საუბრობდა და გახდა სრულიად უკომპრომისო კორუფციას. მისი მთავარი კი, რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა ფაქტორი იყო ის, რომ მან ოპოზიცია გააერთიანა, ის რომ ხელშესახებ კონკრეტულ 35 მილიარდზე საუბრობდა, რომელიც დაბლოკილი აქვს ევროკავშირს უნგრეთისთვის. ხო, ახლა რა ვიცი, მე მგონი ნებისმიერი. მე მგონი აქაც შეიძლება პარალელების გავლება, რას აკარგინებს დღეს ივანიშვილი საქართველოს ევროკავშირთან ასეთი პოლიტიკით. სხვათა შორის, ჩვენ ვიხსენებდით ახლა მათ შორის
გიორგი ვაშაძესთან ერთად და სხვა ადამიანებთან ერთად, ვინც ერთად ვიყავით წინა კამპანიაში, მათ შორის კოალიციის ფარგლებში ჩართულები, რომ ჩვენ მაგალითად ვსაუბრობდით 14 მილიარდ ევროზე, რომელიც კონკრეტულად იმ კონკრეტულ მომენტში ჰქონდათ დათვლილი რა სხვადასხვა ფონდებიდან, მათ შორის საგანმანათლებლო ფონდებიდან და იგივე თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაწილში და ასე შემდეგ, რაც საქართველოს შეეძლო უკვე ამ ეტაპზე რომ მიიღო. არამც თუ ის რომ როგორც გასაგებია რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქ შესაბამისად გაცილებით უფრო დიდია მასშტაბი ევროპული დაფინანსების, ხო, მაგრამ საქართველოს როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა რომ წვდომა ქონდეს უმამრავ ევროპულ ფონდზე, რომელიც ღია და რომელზეც ევროპელი ლიდერები პირადად გვეუბნებიან, ახლა რა ვიცი, ხშირად მithქვამს ხოლმე ეთერში, მაგრამ აქაც იმისთვის რომ დეზინფორმაციას ვებრძოლოთ, ხო, ფაქტებით, რომ აი ურსულა ფონ დერ ლაიენთან პირდაპირ საუბრის დროს უთქვამს, თქვენ ხომ გესმით, რომ ეს კანდიდატის სტატუსი მიიღო ქართველმა ხალხმა, მათ შორის ჩემი წელი გადაწყვეტილების იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემთან აქვს ეს დაფიქსირებული მაგალითად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მათ შორის მე, იმიტომ რომ როგორც პრეზიდენტს კომისიის მას რა თქმა უნდა მიუხედავად ნებისმიერ სხვა კომისიის პოზიციისა, მისი ყოველთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ქართველ ხალხს მივანიჭეთ. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის. ანუ ქართველ ხალხს, რომელიც იბრძოლა ამ კანდიდატ სტატუსის, უკვე შეეძლო რომ მიიღო 14 მილიარდი ევრო, ეს ხო რაღაცა წარმოუდგენელი ის არის შესაძლებლობა, ხო? აგერ არაბულ ქალაქებს ავაშენებთო და 6 მილიარდზე იყო საუბარი, ოღონდ ისიც ყველა მიცის რომ სიამოვნებაში ჰაერია, ხო? და ჰაერის ყიდვის აქ იყო ძალიან ხელშესახები ფონდი. ხელშესახები და რეალურ თანხებზე. ამას გარდა პარალელები არის თითქმის ყველაფერი იდენტური იყო კამპანიის თვალსაზრისით, ხომ? აბა ომი გინდათ, ანუ ორბანი ამტკიცებდა, რომ მეორე დღეს როცა ის არ იქნებოდა ომი ის ქვეყანაში, ხო? აგერ გათენდა და ხო, ანუ ეს ნაწილი და ასევე კაპიტალიზება უკრაინის ომზე, რაც აქაც ძალიან ხელშესახები იყო, ხომ? აი ეს იდენტური გზავნილები ასევე თითქოს ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებზე, ასევე პროპაგანდის ნაწილი. აი ამ ნაწილებში როგორ დაამარცხა იქ მადიარმა ეს ყველაფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ძალიან სწორი კამპანია აირჩია და სწორი პოზიციონირება აირჩია. ის ძალიან ხშირად დადიოდა მაგალითად უნგრულ ეროვნულ სამოსში, ალბათ ბევრს აქვს ნანახი, მათ შორის გამოსვლები. პრაქტიკულად მუდმივად ყველა გამოსვლაზე, მათ შორის საპროტესტო აქციებზე და არა მხოლოდ კლიპებში აბსოლუტურად ყველგან ფიგურირებდა დროშით. აი სიმბოლიკაც, უნგრეთის სიმბოლიკაც. ხო, აქ ებრძვიან, მაგრამ აი რისი თქმა მინდა იცით რომ ჩვენ ამაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე, მაგრამ საკმარისად არ ვაკეთებთ. რა ეს ეროვნული თემები და ეს ეროვნული რაღაც ღირებულებითი იდენტობა თითქოს და რაღაცნაირად მიიტაცა რუსულმა ოცნებამ, რაც მართლა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ამას ცდილობდა ორბანიც. ისინი კი, ამას ცდილობდა ორბანი და ოღონდ მადიარმა ის გააკეთა, რაც ჩვენ დღემდე სამწუხაროდ ვერ შევძელით და ჩემი აზრით გაცილებით უფრო მეტი ინვესტიცია უნდა მოვახდინოთ ამაში, რომ მან უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო, ასე ვთქვათ, ანტიქრისტე და ურწმუნო და ტრადიციულ ღირებულებებთან მებრძოლი, არამედ პირიქით ორბანი, რომლის მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი იყო ბავშვებზე არასრულწლოვანზე ძალადობის სკანდალი და ამას შეიწირა მათ შორის მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო მანამდე და ანუ საკუთარ მეუღლესაც კი საჯაროდ დაუპირისპირდა და ეს გზავნილი იყო უნგრელებისთვის, რომ აი ამაზეც კი მზად არის, ხო ვთქვათ, ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ მათ სამი საერთო შვილი ყავთ და ასე შემდეგ. ანუ ამ უკომპრომისობას ავლენდა მათ შორის ამ მოედანზე, რომლის მონოპოლიზებაც მანამდე შეძლო ორბანმა და იგივე საკეთებს რუსული ოცნება, ხო ხა? ანუ პატრიარქის დღეა მაგალითად, იგივე პატრიარქის თემა, კი ბატონო. გამოვიდა კობახიძე და აქაც სრული პარაზიტირება, რომ თითქოს და ისინი იცავენ ენას, მამულს და სარწმუნოებას. აი ეს არის მთელი, თქო, აქ არიან აი წარმოუდგენლად ფარისევლები, აბსოლუტურად ყველგან, რასაც არ უნდა გავყვეთ. ენა მათ შორის, რა ვიცი, მაგალითად გალში, სადაც დევნიან ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ მათ სურთ, რომ საკუთარმა ბავშვებმა ქართულად მიიღონ განათლება, დევნიან და არავინ ამ რეჟიმისგან მათ უფლებას არ იცავს. ის კაპიტულიანტური პოლიტიკა, რაც მათ რუსეთთან მიმართებაში აქვს, ვითომ რამე მაინც უნდა მოქონდეს, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ მოაქვს, გარდა იმისა, რომ მართლა იშლება ჩვენი ეროვნული იდენტობა. ყველა თვალსაზრისით, ენა მამული სარწმუნოების თვალსაზრისითაც მათ შორის და უმეტესწილად, რაც საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ყველაზე წმინდა ღირებულებები იყო, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა, ხო? და სამწუხაროდ ოღონდ ოპოზიცია რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ აქაც მაინც აი
ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ რომ ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო ნამდვილად, რა ვიცი, ეკლესიაშიც დავდივარ და აღსარებასაც ამბობ და მამაოც შეიძლება ყავდეს და კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო და არანაირად არ უნდა მისცე მართლა უღმერთო, ყოველგვარი სულიერებისგან და ღმერთისგან დაცლილ ჩემი აზრით კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილ ივანიშვილს, რომელიც რაღაც შვებას ხეებში და ქვებში და არ ვიცი 1000 გვარ რაღაც ურჯულობაში პოულობს, რომ მონოპოლიზება მოახდინოს ისეთი რაღაცები, რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია, შეიძლება ძალიან პირადია და ჩვენ ამის აფიშირება არ გვინდა, მაგრამ მაშინ როდესაც ესეთ მონსტრს ებრძვი და ის ცდილობს, რომ ასეთი თემების манипуლირებით და ამაზე პარაზიტირებით გაიძლიეროს და გაიმაგროს ხელისუფლება იმისთვის, რომ მე დაიმონოს მთელი ქვეყანა, გიწევს ჩვენც ახლა თუ პოლიტიკოსი ხარ და საჯარო სივრცეში გიწევს ოპერირება, ჩვენც უნდა შევიდეთ ამ ჩვენ ოღონდ სიმართლე უნდა ვთქვათ, ხო, მათგან განსხვავებით. ფარისევლობა არ უნდა იყოს ეს და არც იქნება, ხო? და კიდევ უფრო აი ეს ჩვენ ახლა განვიხილეთ ფაქტობრივად რა იყო იდენტური ამ წინა საარჩევნო კამპანიის რისი დამარცხება მოხდა მანდიარს. ბოდიში სოფორო ჩაგეჭერთ, მაგრამ იდენტობას როდესაც ამბობთ კამპანიის გზავნილები ეს ეროვნულ თემებთან ერთად აგენტების თემა კიდევ. ძალიან გავდა ესეც კი ბატონო. ერთში გავდა, ну, გარდა იმისა, რომ ომზე იყო მუდმივი საუბარი და აშინებდნენ ომით, იყო ასევე ის, რომ პიტერ მადიარი და აბსოლუტურად ყველა ტისას პარტიიდან და ზოგადად ყველა, ვინც უპირისპირდებოდა ორბანს, არიან უცხოელი foreign agents, ანუ უცხოელი აგენტი. იგივე, აქ ძალიან სწორი პასუხი ქონდა მადიარს. მადიარს ქონდა ძალიან სწორი პასუხი და სხვათა შორის მაგას ვეუბნები ხოლმე მეც პოსტივის და იმედს და ასე თუ ვინმე ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესს და ამ ჩვენს ქვეყანას უცხო მტრულად განწყობილი ქვეყანა, ყველაზე ღიად მტრულად განწყობილი ქვეყანა, ოკუპანტი ქვეყანა ყავს, ეს არის რუსული რეჟიმი. ეს ხართ თქვენ, რისთვისაც ხართ სანქცირებული. და აქაც მადიარი ძალიან ღიად უპირისპირდებოდა. აი, ჩემი აზრით ეს რაღაცა გამბედაობა და ესეც სხვათა შორის მისი მხრიდან ახალი იყო იმ თვალსაზრისით, რომ პრინციპში ის ხო 2024 წლიდან პირველი, ანუ მისი ნათლობა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეიძლება ითქვას, რომ იყო 15 მარტს 2024 წლის, მას შემდეგ, რაც მისი ტელეეთერით ინტერვიუ გავიდა, სხვათა შორის ონლაინ პლატფორმაზე, ანუ მეინსტრიმ მედიაზე რაც დამჯდარა, სწორედ აი ამ კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებით და ამ ორ წელიწადში მან შეძლო რომ აი სიახლის განცდა გააჩინა. ხო, ცვლილების შესაძლებლობა დააჯერა ხა. მათ შორის სხვათა შორის ოპოზიციას შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე ქართულ კონტექსტში, მაგრამ მინდა რომ მაყურებელთან ბოლომდე გულწრფელი ვიყო. ოპოზიციასაც ვინც მანამდე ვთქვათ ასპარეზობდა, ასე ვთქვათ ორბანის წინააღმდეგ, ძველ ოპოზიციას ეძახდა და აი პოზიციონერებდა მე ახალი ვარ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აი ამიტომ ვიძახი ხო ყველაფერს რა თქმა უნდა ვერც გადაიღებ, ყველაფრის ანალოგია არ არსებობს, არც უნდა მიბაძო და ზოგადად მიბაძველობა. ჩემი აზრით ყველას დამანგრეველი. გამოცდილება შეიძლება გაიზიარო. იმიტომ რომ ავთენტურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა გამოცდილება უნდა გავიზიაროთ და უპირველეს ყოვლისა ჩემი აზრით უნდა გავიზიაროთ გამოცდილება იმაში, რომ როგორ დაუპირისპირდეთ აი ამ ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიას, რაც მან ძალიან გავდა ეს მესიჯები. ახლა შედეგებზე რომ ვიმსჯელოთ, თინა, ეს მინდა რომ მკითხოთ, ევროკავშირში იცვლება თუ არა პოზიციონირება ამის შემდგომ, კარგავს თუ არა კრემლი ფაქტობრივი ვეტოს უფლებას ევროკავშირში და ამით ივანიშვილი მოკავშირეს, რომელიც აქამდე აფერხებდა მის პერსონალურ სანქცირებას ევროკავშირში, გარდა ამისა დათვლილია რამდენჯერ იყვნენ წელს ბოდიშვიხტი ბუდაპეშტში, მეტი არ ვიცი არცაც წაესვლებოდათ, ხო, ანუ შესაბამისად რა იცვლება ქართული ოცნებისთვის ამ ნაწილში, იმიტომ რომ არა მარტო ერთადერთი ქვეყანა და ერთადერთი ლიდერი იყო ევროკავშირსა და ნატოში, რომელთანაც მათ მიესვლებოდათ, არამედ ორბანის გავლით მას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგების იმედიც ჰქონდათ და უფრო მეტიც მისი, ასე ვთქვათ, რადიკალურ მემარჯვენისტულ პარტიის და ოჯახის ძალიან მიულტვო დადგული აქეთკენ როგორც პარტიას და კონფერენციებზეც დღენიადაგ იქ ხედავდით. ეს ყველაფერი ჩაუვარდა წყალში, ამდენი ნაშრომი. აი პოლიტიკურ შედეგზე მინდა კითხოთ. ნუ ეს ვითომ ულტრამემარჯვენე ღირებულებითი თანხმედრა, ასე ვთქვათ, ესეც სრული ფარსია, ხო? რა თქმა უნდა, მანამდე სოციალ-დემოკრატების ოჯახის წევრი. ყველაფერს თავი დავანებოთ სოციალ-დემოკრატ, ანუ
სოციალისტების ან პოლიტიკურ სპექტრზე 180 გრადუსით მეორე მხარეს მდგომი პოლიტიკური ჯგუფის წევრები იყვნენ ევროპარლამენტში და იქიდან გამოაგდეს, იმიტომ რომ თქვენს რომ საერთოდ არც მემარცხენე, არც მემარჯვენე, არც ცენტრის არანაირ ღირებულებით თანხმობთ თქვენ თანაშელება გქონდესო, ხო? იმიტომ რომ არის ივანიშვილი რაც არის. ამიტომ ესეც არის, რა თქმა უნდა, ეს ვითომ ფსევდო კონსერვატიზმი და ჩემი აზრით ამასაც ძალიან კარგად ხვდებიან იგივე ამერიკელებიც და იგივე ტრამპის ადმინისტრაციის გუნდიც და ამიტომ არის სინამდვილეში როგორც ვერ მოახერხეს მათ შორის ამ ეგიდით, ასე ვთქვათ, და ამ დღის წესრიგით, რომელიც პედალირებასაც ისინი ძალიან აქტიურად ცდილობდნენ. რა იცვლება ხა უკრაინასთან მიმართებაში გასაგებია, მიუხედავად იმისა, რომ მაჯარი საკმაოდ ფრთხილად პოზიციონირებს, თუმცა პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადებები მასთან დაკავშირებით, რომ ისინი იმუშავებენ ძალიან ინტენსიურად უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ უნგრეთი დააბრუნონ კვლავ ევროპულ გზაზე და ეს, რა თქმა უნდა, უკრაინასთან მიმართებაშია უმთავრესად მნიშვნელოვანი. თავად უნგრეთთან მიმართებაში, როგორც აღნიშნეთ, მათ შორის 75 მილიარდის განბლოკვასთან დაკავშირებით. მაგრამ საქართველო და ისევ საქართველო, ხო, რა თქმა უნდა, ხა ყოველთვის მეც იგივე ამერიკაში დიდი ხნის განმავლობაში რომ ცხოვრობდი ხოლმე, იქ მეგობრები მე ძირითადად ეგრეთ წოდებულ ლურჯ შტატებში ვიყავი ხოლმე ყოველ შემთხვევაში განათლებას იქ ვიღებდი და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი ხოლმე ჩემს მეგობრებს, რომ რა თქმა უნდა, ამერიკულ პოლიტიკასაც ვუყურებ საქართველოს პრეზიდენტი. იმიტომ რომ ეს არის, ხო, ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეალობისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეალობისთვის ნიშნავს იმას, რომ უდურესად დასუსტდა ივანიშვილი. ხა მანამდე ჩვენ საუბრობდით ნიკოლას მადუროს ამბავზე და როგორ სავარაუდოდ ვიძინა ივანიშვილს ღამღამობით მის ბუნკერში, რომელიც საგულდაგულოდ აქვს მოწყობილი ყველა რეზიდენციაში, ეს იზმრებოდა როგორ ვერ ასწრებს კარის გამოკეტვას, რაც ძალიან დეტალურად აღწერა დონალდ ტრამპმა მადუროს აყვანის ოპერაციის შემდგომ. ან შემდგომ აიათოლას რეჟიმის ბედი, იგივე მანამდე ასადის, რომელიც მოსკოვშია და რამდენადაც გავრცელდა ინფორმაცია, ცოლიც კი, ასე ვთქვათ, აღარ ჩერდება, იმიტომ რომ არ მოწონს, რომ მარტო მოსკოვით შემოიფარგლოს მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ სხვაგან ფიზიკურად ვერ ჩავა. და შემდეგ უკვე ვხედავთ, რომ მათი ერთადერთი მოკავშირე ევროკავშირში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ეს მომისმენია თავად ტოპ ევროპელი ლიდერებისგან, გადაწყვეტილების მიღები პირებისგან, რომ სამწუხაროდ იქ სადაც საჭიროა კონსენსუსი და ეს არის პერსონალური სანქციების ნაწილი, ფინანსური პერსონალური სანქციები, იქ ვერ მოქმედებთ, იმიტომ რომ ჩვენ ხელფეხი გვაქვს შეკრული ვიქტორ ორბანის ვეტოს გამო. ახლა მაჯარმა როგორც არ უნდა იპოზიციონიროს და რაოდენ ფრთხილი არ უნდა იყოს ის უკრაინასთან მიმართებაში, ან თუნდაც ეხლა რომ აგერ მართლა სასაცილოა ეს რუსული ოცნების ახლანდელი გზავნილები, მაგალითად რაღაც იმედის ქარდი ვნახე, არ ვიცი საერთოდ ფეიკი იყო თუ არა, იმიტომ რომ იმდენად ტყუილ მართალი აღრეულია მათ საინფორმაციო ველში, რომ სააკაშვილის მეგობარი ორბანი დამარცხდაო და მართლა არ ვიცი ეს ახლა ფეიკი იყო თუ მართლა გამოაქვეყნეს, კი მართლა მეგობრობდა პრეზიდენტი სააკაშვილი ერთ დროს პრემიერ ორბანთან, ოღონდ ეს მაშინ იყო, როდესაც ის არ პოზიციონირებდა როგორც ვლადიმერ პუტინის მოკავშირე და მთავარი დესტრუქციული ძალა ევროკავშირის პოლიტიკაში და მათ შორის ის ავტოკრატიული ნაბიჯები არ ჰქონდა გადადგმული შიგნით უნგრეთში, მაგრამ ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ოცნებას ერთადერთი მოკავშირე და მაშველი რგოლი პირდაპირ ვიტყვი, რასაც პირდაპირ ამბობდნენ და ასახელებდნენ ევროპელი ლიდერები, ყავდა ვიქტორ ორბანის სახით და რაზეც უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, გამოეცალა ხელიდან, ეს არის ფაქტი. ეს არის ფაქტი, რომელზე კაპიტალიზებაც სწორი გაგებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ, ანუ გარდა იმ გაკვეთილებისა, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება გამოვიტანოთ შიდა პოლიტიკურ დონეზე და იმ კამპანიის შესწავლით, რაც ვთქვათ, პიტერ მაჯარს ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ფრონტზეც კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ახლა მოიხსნა ვიქტორ ორბანის
ვეტოს საკითხი, ხა კი რა თქმა უნდა ფიცოს გამოყენებასაც ერთგვარად ოცნება, მაგრამ ის ამ წონას ვერანაირად ვერ აწევს. ახლა თქვენ იცით რომ ცოტა ხნის წინ ყაველაშვილიც გაგზავნილი ყავდა იმისთვის რომ იქნებ სლოვაკეთის ხო, ნუ იქ ოფიციალურად თვითონ პრეზიდენტ შეხვდა, რა თქმა უნდა ფიცოსთან ცდილობდა ასე ვთქვათ ივანიშვილი ახლა ალტერნატივის ძიებას, იმიტომ სავარაუდოდ რაღაცი მიუხედავად შემაკავებელი რომ იყოს. მიუხედავად იმისა რომ ასე ვფიქრობ ხოლმე რომ ეს ადამიანი რაღაც საინფორმაციო ვაკუუმში ყავთ ხოლმე და მარტო იმას ეუბნებიან ისი გაგონებად სურს, იმიტომ რომ სხვას ვერ უბედავენ. მაინც ეთყობა საიდანღაც გაიგო რომ შეიძლება ვიქტორ ორბანის საქმე ისე კარგად არ ყოფილიყო, როგორც კობახიძე ეუბნებოდა, რომელიც სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეობის დროს, როცა ცდილობდნენ პატრიარქის გარდაცვალების თემაზე პოლიტიკურ სამარცხვინო პარაზიტირებას, მაინც ყველაფერი დაყარა და გაიქცა წინადღით, რომ იქნებ ვიქტორ ორბანთან ჩასულ ჯეიდი ვენსთან რაღაცა დაელაგებინა და ჩამოექმნა, ოღონდ მაშინ არ ჩავიდა, მერე ჩავიდა და ასე შემდეგ. კი ბატონო, კი ბატონო. დიდ გაუგებრობაში და საწოდაობაში იყვნენ მოკლედ ესენი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორბანის გამარჯვებაზე ქონდათ მთელი ყველაფერი საერთოდ აწყობილი, იმიტომ რომ აქამდე ამ ადამიანმა ნიშნა მადლობას უხდიან და კი, მადლობა, ნამდვილად უნდა არ ვიცი. მადლობა თქო რომ ის არ ჩაერევა სხვა ქვეყნის საქმეებში და ამ კონტექსტში ივანიშვილმა ნამდვილად დაკარგა მოკავშირე. ანტიევროპულ პოლიტიკას არ გაატარებს და ანტიევროპულია ის, რასაც აკეთებს ივანიშვილი და ის რაშიც ეხმარებოდა მას ვიქტორ ორბანი და ამას მადიარ ნამდვილად არ გააკეთებს. კი ბატონო, ვიწროვდება თუ არა ანტიევროპელების ირგვლივ ყულფი და ერთი სხვაობა არის მან ძალიან მნიშვნელოვანი, მადიარს მანამდეც აქვს ნათქვამი, რომ მას ჯერა რომ ორბანი წაგების შემთხვევაში წავა. მას ჯეროდა რომ ორბანი არის პოლიტიკოსი და ის თუ წააგებდა წავიდოდა საქართველოში პოლიტიკურ ოპოზიციას კი არა მგონი ყველა დარწმუნდა ამაში რომ ივანიშვილი აგებს მაგრამ არ მიდის ეს სხვაობა ის არ არის პოლიტიკოსი და ის შესაძლოა არ ითვალის გარდა ამისა საქართველოს არ არის ევროკავშირის წევრი და ნატოს წევრი და ასე შემდგომ მაგრამ ის რომ აგებს და არ მიდის ამას რა ეშველება ნიშნავენია თუ არა 6 მილიონზე მეტი ამომრჩეველი რომელიც მივიდა ეს უპრეცედენტო დიდი აქტივობა ანუ არის თუ არა გასაღები ამაში ანუ იმდენი ადამიანის ამომრჩევლის მისვლა არჩევნებზე როცა ის დაინიშნება რა პირობებითაც უნდა დაინიშნოს როცა ვეღარაფერს შველის ამას ავტორიტარი კი რა თქმა უნდა ზუსტად ეს არის სინამდვილეში რა თქმა უნდა ხა ევროკავშირის წევრი ნატოს წევრი აბსოლუტურად სხვა სტანდარტი და მიუხედავად იმისა რომ როგორც აღნიშნე სისტემური ცვლილებები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები, ეგრეთ წოდებული ჯერიმენდერინგი, ანუ ოლქების იმგვარად დაჭრა, რომელიც მას აძლევდა უპირატესობას, იგივე ემიგრაცია მოლდოვასგან განსხვავებით, სხვა შორის, სადაც პროევროპულ ძალებს აძლევს ხელს. უნგრეთის შემთხვევაში პირიქით იყო ხოლმე ტრადიციულად ყოველთვის და მათ შორის არჩევნების დღემდეც უკვე დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, შემოსული იყო ეგრეთ წოდებული, აი საფოსტო ხმები. ამიტომ კი, ბევრი ფაქტორი იყო, მაგრამ მაინც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ავტოკრატიული ცვლილებები, ასე ვთქვათ, მას გატარებული ჰქონდა, იქ ოპოზიციონერებს არ იჭერდნენ, პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი დატყვევებული არ იყო, იქ პარტიებს არ კრძალავდნენ, იქ ადამიანებს დღისით, მზისით, ჟურნალისტებს არ ცემდნენ და არ ასისხლიანებდნენ და მათ შორის პოლიტიკოსებს და ასე შემდეგ. ხო, კი, რა თქმა უნდა, წნეხი და ზეწოლა იყო და ამაზე ისინი საუბრობდნენ და მაგალითად, აი მაჯარს ჰქონდა ესეთი რაღაც, რადგან კორუფციასთან ბრძოლა მისი კამპანიის მთავარი ხაზი იყო, რომ სწორედ სამთავრობო დაშინებისგან გარკვეული ბარიერი რო შეექმნა ადამიანებისთვის, მას ჰქონდა ანონიმური ონლაინ სისტემა შექმნილი, სადაც ადამიანებს ანონიმურად შეეძლოთ სახელმწიფო კორუფციასთან რაიმე შეხების შესახებ ინფორმაცია ანონიმურად მიეწოდებინათ. კი, იმიტომ რომ რაღაც ამგვარი ნებისმიერი ნიშანწყალი, ასე ვთქვათ, ავტოკრატიული მართლობის თუ არის, იქ ყოველთვის ჩნდება შიშის ფაქტორი, მაგრამ ამას ვერანაირად ვერ გავუთანაბრებთ იმას, რაც საქართველოში არსებულ ვითარებას, რეპრესიების მხარეს. ადამიანები იყრიბებოდნენ 10,000-ობით, 10,000-ით. იქ კიმიური არა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ორბანი ვერ იყენებდა და არ გამოიყენებდა, ხო? ამიტომ ჩვენ უკვე პრაქტიკულად დიქტატურაში ვოპერირებთ, სადაც ყოველდღიურად ფიზიკური საფრთხე არსებობს
პოლიტიკოსებისთვის, ჟურნალისტებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიგითი ადამიანებისთვის, ვინც შეიძლება გამოვიდეს რუსთაველზე ერთი დღე დადგეს და მეორე დღეს მიუდივდეს ჯარიმა, რომლის ეკვივალენტი მას ხელფასი არ ექნება 2, 3 და 4 დღე, ხო? ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ძალიანაც არ ვეგზალტირდეთ, ასე ვთქვათ, ამ პარალელების ამ პარალელების ჩამოთვლაზე გითხეთ, ამიტომ შესაძლებლობა. მაგრამ ის, რომ ამ კამპანიიდან ვისწავლოთ, ის, რომ დეзинფორმაციასთან ბრძოლა ვისწავლოთ, ის, რომ სავარაუდოდ იპიპის ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ტრატკას ყავს გამოცხადებული რუსულ ოცნებას, სავარაუდოდ ამ პარტიის ნაწილი, უბრალოდ ასოცირებული წევრი პრინციპში უკვე არის მაჯარის პარტია. იმიტომ რომ ევროპარლამენტში სწორედ იპიპის პოლიტიკური ჯგუფის წევრი იყო, თუმცა იქ იყო რაღაც გადაწყვეტილებები, სადაც რიგ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ცალ-ცალკე პოზიციონირებდნენ, მაგრამ სავარაუდოდ ამ პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი გახდება და შესაბამისად ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ასევე ამ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, მათ შორის ხმის მიცემის მქონე წევრი გვექნება სავარაუდოდ მათ შორის ოფიციალური შესაძლებლობაც ამ ადამიანთან და მასთან ისას პარტიასთან ურთიერთობის. ამიტომ ამ ურთიერთობების გაღრმავება, ამ პარტნიორობის შექმნა ამ გამოცდილებიდან სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა დაპარალელება იქ, სადაც მართლა გაცილებით უფრო მძიმეა. წასვლის გზებიც არსებობს ამორჩევლების მობილიზების შემთხვევაში. მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, და გამარჯვების გზა გადის იმაზე, რომ თუ წინა არჩევნებზე თქვა ოპოზიციას ჰქონდა 5%-იანი ან 7%-იანი ან 10%-იანი ხარ რთულია ასე ხო? ანუ მათემატიკური სიზუსტით ამის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთობლივად ოპოზიციას ჰქონდა მეტი ხმა მიღებული ვიდრე ივანიშვილს, მაგრამ ეს მარჟა, ანუ ეს სხვაობა უნდა გაიზარდოს. კი ბატონო. კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა დარწმუნდეს, რომ არჩევანი ზუსტად ისეთივე ნათელი და მარტივია, როგორც ეს იყო უნგრეთი, რომ არის გზები მოსაძებნი ოპოზიციას ამის გასაძლებლად. ან ევროპული კეთილდღეობა, მათ შორის ჩვენი ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი კოალიციის მთავარი საკამპანიო მესიჯიც ჯერ კიდევ 2024 წელს ეს იყო და ჩემი აზრით ძალიან სწორად გათვლილი იყო ეს მესიჯი, რომ ან არის ევროპული კეთილდღეობა, რომლის ნაწილიც ვიქნებით ყველა. კი ბატონო. ქართული ოცნების დღევანდელი მხარდამჭერიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველიც, ეგრეთ წოდებული შუაშისტის და ჩამოუყალიბებელიც და ასე შემდეგ, ან რუსული ჭაობი, რომლის მსხვერპლიც ასევე ვიქნებით ყველა. იქაც ვერანაირად ვერ იქნება ისე, რომ ის არასდროს არ შეეხება ოცნებას. უბრალოდ და ჩემი აზრით და კიდევ ერთხელ, რა ვიცი, ხა შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მგონი გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავარი მაინც მე ვფიქრობ, არა ის იყო, რომ ერთი ლიდერი გამოიკვეთა, არამედ ის, რომ ამ ლიდერმა შეძლო ოპოზიციის გაერთიანება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯი ალიანსმა გადადგა, თუმცა ეს ნაბიჯია, ასე ვთქვათ, სწორი მიმართულებით და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და დარწმუნებული რომ ლიდერიც ან ლიდერებიც გამოიკვეთებიან იმისთვის, რომ დავამობილიზოთ ხალხი და დავაჯეროთ გამარჯვება. მადლობა დაუბრუნა უნგრელ ხალხს გამარჯვების წმენა.